მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა განვიხილო პროცესორის არქიტექტურა და როგორ არის დაკავშირებული მასთან სხვა მოწყობილობები და როგორ ხდება ინფორმაციის მიმოცვლა ამ პროცესორში არსებულ სხვადასხვა დეტალებს შორის. მოკლედ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ესეთ რაღაცას, რომ ჩაშენებული სისტემები წარმოადგენენ კომპიუტერულ სისტემას, რომელიც ორიენტირებულია ფიზიკური მოწყობილობა რაღაც კონკრეტული ამოცანების შეასრულოს. ფიზიკური მოწყობილობა, რომელსაც აქვს რაღაცა პატარა კომპიუტერი და არის რაღაცა ამოცანების შესასრულებლად. ესე იგი, ეს შეიძლება იყოს როგორც წინა ვიდეოებში, საწყის ვიდეოებში ვთქვი, რომ შეიძლება იყოს თვითმფრინავი, შეიძლება იყოს მანქანა, შეიძლება იყოს სახლის რაღაც დრონი, ან სახლის ნებისმიერი რაღაც ელექტრომოწყობილობა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად რაღაცა ოპერაციებს ასრულებს, რაღაცა ამოცანებს ასრულებს. როგორც გითხარით, ეს მოწყობილობები ზემოთ რაც ჩამოვთვალე, აქვს ყველა ამ მოწყობილობას ერთი მთავარი მიკროჩიპი. ამ მიკროჩიპზე დაერთებული არის სხვადასხვა მოწყობილობები, თუნდაც კონდიციონერის ან სარეცხის მაგალითი რო წარმოვიდგინოთ, არის მაგალითად კონდიციონერის შემთხვევაში გვაქვს პულტი, პულტის საშუალებით იგზავნება მაგალითად რა ფუნქციით გვინდა რომ იმუშაოს ჩვენმა კონდიციონერმა, ღილაკზე ვაწვევით, იღებს ამ ღილაკზე დაწოლილ ინფორმაციას, შემდეგ ამას ამუშავებს პროცესორი და მაგალითად გამაგრილებელს ან თბილი ჰაერის გამომშვებს აყენებს ისეთ რეჟიმზე და უბერავს იმ ჰაერს, რომელიც ჩვენ პულტით ავარჩიეთ, თუნდაც სარეცხის მანქანა. აქვს ძრავი, აქვს ღილაკები, აქვს შეიძლება ზოგს ფიზიკური, ზოგს სენსორული ღილაკები და აღარ გავაგრძელებ რამდენიმე ან უამრავი მოწყობილობა, რომელიც შეგიძლიათ თქვენ წარმოიდგინოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში რასაც ხედავთ, ხო? აი რო დავანკვირდეთ, ანუ რო გავიაზროთ, წარმოდგინოთ რომ შეგექმნას, შეიძლება ყოველდღიურად არ ვაკვირდებით, მაგრამ ეხლა რო გავიაზროთ, უამრავი ისეთი მოწყობილობა არის ჩვენს გარშემო, რომელიც რაღაც ამოცანებს ასრულებს. მუდმივად ჩართულია, მუდმივად რაღაცას აკეთებს, თუნდაც ჩვენი ტელეფონი, როდესაც სამგზავრო ბარათით რაღაცას ვიხდით, როდესაც ავტობუსის გაჩერებაზე ეწერება ავტობუსის ნომერი და ლოდინის დრო და ასე შემდეგ. ანუ მასში ყველგან არის თითქმის ჩაშენებული მოწყობილობა, მიკროპროცესორი, რომელზეც დაკავშირებული არის მონიტორი იქნება, ძრავი იქნება, ღილაკი იქნება თუ რა, ყველაფერი უკავშირდება პროცესორს. პროცესორს რა თქმა უნდა უკავშირდება დაბლა რა პინებსაც ხედავთ ამ პინების გავლით. ამ პინებზე ინფორმაციის დამუშავება, ინფორმაცია რომ მიიღოს და ამუშავოს და შემდეგ გამოსცეს, ანუ სხვა ძრავს ან განათების რაღაცას მიაწოდოს ინფორმაცია თუ როგორ გაანათოს, რა მონიტორზე, რა გამოსახულება გამოვიდეს, ძრავი როგორ დატრიალდეს და ასე შემდეგ, ესეთ გადაწყვეტილებების მიღება ხდება პროცესორში და პროცესორი ჩვენს მიერ დაწერილი კოდის ინსტრუქციების შესაბამისად ახდენს ამ მასზე დაერთებული მოწყობილობების გამართვას. შესაბამისად, უნდა ჩავიხედოთ ჩვენ ახლა პროცესორში თუ რა ხდება მარტო ერთი მოწყობილობა, როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ხარჯზე, თუმცა ელექტროენერგია პროცესორისთვის ეს არის რეალურად ინფორმაცია და ინფორმაციის გადაგზავნის საშუალება. გეტყვით, რომ პროცესორში წინა ერთ-ერთ ვიდეოზე მოკლედ განვიხილეთ ნახტომი, სადაც გავაკეთეთ და ლედის ციმციმი. მან ვიდეოში ვახსენე, რომ აი ამ პინებზე, რომელიც პროცესორს აქვს, თუ რა ინფორმაცია გამოვიდეს, თუ რა ინფორმაცია მიიღოს, პასუხს აგებს IO, GPIO, პერიფერიალური მოწყობილობა, ანუ პერიფერიალში უფრო თარგმანი რო გამოვიყენოთ, არა მთავარი მოწყობილობად იგულისხმება. თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ პროცესორში ამ შავ ოთხკუთხედ რაღაც ჩიპში არის რამდენიმე მოწყობილობა, რომელიც სხვადასხვა რაღაცაზე აგებენ პასუხებს, ხო? ტაიმერები, აი აქ რაც წერია, ოპერატიული და ფლეშ მეხსიერება, აქ კიდევ შეიძლება ყველაფერი არ იყოს ჩამოთვლილი. ამ ყველაფრის სანახავად შეგვიძლია გავხსნათ ჩვენი მენუალ რეფერენსი, რაც მოხდა ჩვენს
მიკროპროცესორს, ჩვენს პროცესორის შესახებ რაც გვაძლევს ინფორმაციას. მოკლედ, აქ არის ყველა ის პერიფერიული მოწყობილობა ჩამოთვლილი და აი ამ პერიფერიული მოწყობილობის საფუძველზე ხდება იმ მოწყობილობების გამართვა, რომელიც წეგან ჩამოვთვალე, ხო? მონიტორის ჩართვა, ძრავის ჩართვა, ინფორმაციის მიღება, სადღაც გადაგზავნა, თვითონ კონდიციონერი რო ახსენეთ, თვითონ კონდიციონერის პულტშიც ესეთი მოწყობილობა დევს, რომელსაც მაგალითად მონიტორი აქვს, ხო, არსებულ რეჟიმს გვიჩვენებს, მაგალითად შეიძლება ტემპერატურას გვიჩვენებს, როდესაც დავაწვევით ღილაკს ჩვენს პულტის ეკრანზეც იცვლება ეს მონაცემები, თვითონ ღილაკს როცა ვაწვევით ღილაკიც ხო ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა არის, ხო? ანუ ელოდება სულ პროცესორი, რომ აქ რომელ პინზეც შეერთებული არის ეს ღილაკი, რა ინფორმაციას მიიღებს, რომ მერე შეცვალოს და გადაუგზავნოს ეს ყველაფერი კონდიციონერს. მოკლედ, ესე გაუაზრებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად ხდება უამრავი ინფორმაციის მიმოცვლა, დამუშავება, ფიზიკური საქმის შესრულება რობოტების მიერ და ჩვენ იმდენად შეიძლება მიჩვეულები ვიყოთ, რომ ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევდეთ. ახლა კიდევ იმ დეტალების გარდა, რომელიც GPIO-ზე ვახსენე, არიან ესე იგი ADC კონვერტერები, არიან მაგალითად ტაიმერები, კომუნიკაციის პროტოკოლები, SPI, I2C, UART და ასე შემდეგ. გარდა GPIO-ს, სხვა პერიფერიალებიც, ზოგი შეიძლება იყოს დაკავშირებული GPIO პორტთან, ზოგი ერთმანეთთან და ზოგი პროცესორთან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი პასუხს აგებენ პროცესორში მიღებული კოდი რაც იქნება, მაგალითად ეს კოდი რო შეასრულონ და ჩვენთვის სასურველი შედეგი მოგცნონ. წარმოვიდგინოთ ახლა ესეთი სიტუაცია, როდესაც გვაქვს რაიმე ისეთი მოწყობილობა, რომელიც ინფორმაციას გვაძლევს, ან ტექსტურ ინფორმაციას გვიგზავნის, ან ციფრულს უბრალოდ, ციფრულში გულისხმობ ერთიანს და ნოლიანს, ან ძაბვას გვიგზავნის, ან მაგალითად რაღაცა დიდი მონაცემი იგზავნება, ხო? ანუ micro SD ბარათი როცა არის ჩადებული, ხო, იქ გიგაბაიტების ზომის მონაცემებთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი. ესეთი მიდგომა მაგალითად GPIO პორტებზე რო ერთიანი და ნოლიანები ვაგზავნო და ესე მოვახდინო ამ ინფორმაციის ამოკითხვა, ცოტა უფრო რთული არის და უფრო დიდ დროსთან იქნება დაკავშირებული. არსებობს და შექმნილი არის ისეთი კომუნიკაციის კომუნიკაციის პროტოკოლები, რომლებიც ესეთი ინფორმაციის დამუშავებაზე აგებენ ხოლმე პასუხს. ასევე არიან ტაიმერები, რომლებიც დროს თვლიან, დროის გამოთვლაში გვეხმარებიან, რომ სასურველ დროს მოვახდინოთ რაღაცა სასურველი მოქმედება და ასე შემდეგ. ხო, მაგალითად ღილაკს რო დავაწვევი, ან სარეცხეს მანქანის მაგალითად რო წარმოვიდგინოთ, როგორ ხდება, ხო, ანუ მასში ხო საათი არ არის, თუმცა რეალურად პროცესორი საათადად შეგვიძლია გადავაკეთოთ. რამდენი ხანი იტრიალოს, როდის ჩართოს წყლის გამოთბობელი, როდის შეუშვას ეს ფხნილი მანქანაში, წყალი როდის დაამატოს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხო დროის პრინციპის გარეშე წარმოუდგენელი იქნება, თუ დრო არ იცის როდის რა გააკეთოს, მაშინ ყველაფერი ქაოსური იქნება მასში. შესაბამისად, პინებთან ასევე შეიძლება როგორც უკვე ვთქვი, დაკავშირებული იყოს UART, SPI, I2C და ასევე ADC და აქ კიდევ არასრული ჩამონათვალე არის იმ ყველაფრის, რომელიც გვჭირდება. პინების რეჟიმების შეცვლა იქნება ხოლმე უბრალოდ ამისთვის საჭირო. ამ ყველაფერს გავივლით თუ რა რეჟიმებში შეგვიძლია ვამუშაოთ პინები, როდის რა გვჭირდება და ასე შემდეგ, უბრალოდ სანამ აქამდე მივალთ, მანამდე ჩვენთვის თავარი ამოცანა რაც ამ ვიდეოში იქნება, ეს არის რომ გავიგოთ როგორ ხდება ამ პროცესორიდან, აი ჩვენ როდესაც კოდს დავწერთ, პროცესორი როგორ აღიქვამს ამ კოდს და როგორ ცვლის სხვადასხვა პერიფერიალების მუშაობის რეჟიმებს. ანუ ესე იგი ჩვენ თუ გვაქვს ამ პინებთან დაკავშირებული სხვადასხვა რაღაცა მოწყობილობა, მაგალითად ღილაკი და ნატურა და თუ ღილაკს დავაწვევით, რომ აინთოს ნატურა, ხო? ან თუ მომივა რაღაცა ტექსტი, თუ ვიყენებთ მაგალითად კომუნიკაციის პროტოკოლს, ნატურა ნომერი 1 activate, ან ნებისმიერი რაღაც ესეთი ტექსტი, აი თუ მივიღეთ ესეთი ტექსტი, მაშინ აინთოს ნატურა, ხო? აქ დაგვჭირდება GPIO
პინების რეჟიმის გადართვა, რომ შეიძლება გამოვიყენოთ UART ან SPI კომუნიკაციის პროტოკოლი, რომ ამ პინებზე პირველ რიგში GPIO უაგებს პასუხს, გარდა ამისა, ამ GPIO-სთან დაკავშირებულები არიან ეს კომუნიკაციის პროტოკოლები და აქედან მიღებული ინფორმაცია როგორ ამოიკითხონ როგორც ინფორმაცია და არათუ როგორც GPIO-ის შემთხვევაში მხოლოდ high და low-ს საკითხვა რომ ხდება ხოლმე. მოკლედ, ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია რომ ვნახოთ ჩვენი ბლოკ დიაგრამა, ჩვენი პროცესორის და აი ეს ადრე რაც განვიხილეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი. ესე იგი, ჩვენი პროცესორი ამ დიაგრამის საშუალებით შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორ არის დაკავშირებული სხვა დანარჩენ პერიფერიალურ მოწყობილობებს შორის. ამ პერიფერიალური მოწყობილობებს ჩვენ გავივლით და მივხვდებით თუ როგორ მუშაობენ და როგორ აკეთებენ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვავალებთ. ესე იგი, GPIO პორტები დაკავშირებულები არიან AHP1 ბასის გავლით და ისე უკავშირდებიან პროცესორს. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ flash მეხსიერებაში ინახება ჩვენი კოდები, არის 128 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება და მოდი წარმოვიდგინოთ ის გზა თუ რას გადის ჩვენი კოდი. როდესაც კოდი მოხდება flash მეხსიერებაში, ანუ კომპიუტერიდან გადავიტანთ უკვე ორობით კოდს flash მეხსიერებაში, აქ ინსტრუქციებიც არის, რომელიც წინასწარ ჩაშენებული არის ჩვენს მიკროჩიპში და ხდება თუ ესა თუ ის ერთიანების ანალოგიანების კომბინაცია რას ნიშნავს, რა ბრძანება უნდა გააკეთოს ამისთვის და შემდეგ უკვე იწყებს იმ კონფიგურაციით მუშაობას, რომელიც კოდში დავწერეთ. ანუ flash-ში მოხდა კოდი, რომელიც დაკავშირებულია პროცესორთან, ოპერატიული მეხსიერებაც ასევე დაკავშირებულია პროცესორთან. ოპერატიული ვიცით, რომ დროებითი პროცესების დამუშავების ტიპი არის, ხო? ანუ თუ კი რაღაცა ოპერაციებს ვავალებთ კოდში, რაღაცის დაანგარიშება გვინდა, ცვლადების შექმნა გვინდა, ეს ინფორმაციები მუშავდება, ინახება პროცესორში. ჩვენ ვიცით, რომ სტანდარტულად კომპიუტერს აქვს მაგალითად ოპერატიული მეხსიერება, პროცესორი, ვიდეო ბარათი, გაგრილების სისტემა და ასე შემდეგ, ხო? თუმცა უფრო სიღრმისეულად რო ჩავიდეთ, კიდევ მასში თურმე კიდევ სხვა რაღაცაები ყოფილა, რაც ამაზე პასუხს აგებენ. საბოლოო ჯამში ყველა ამ მოწყობილობას, რომელიც აქ არის, აქვს თავისი რაღაცა მეხსიერების ადგილი. ოპერატიული მეხსიერების ადგილი ჩვენთვის უკვე გავიგეთ, რომ გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს ოპერაციების დამუშავება, ცვლადები ინახებაზე, რომ ინფორმაცია მოვაგროვეთ, რაღაცა შევინახეთ დროებით და მერე გავუგზავნეთ სხვაგან. თუ მუდმივად გვინდა EEPROM-ი ჰქონდა ამისთვის და ROM-ის სივრცე, მაგრამ მოდი აქ გავჩერდეთ ამ ეტაპისთვის, რომ ოპერატიული მეხსიერების ის ბაიტები 128 კილობაიტი წერია, ხო? ანუ აქ შემიძლია 128 კილობაიტის მონაცემი ერთდროულად დავამუშავებინო მას. ეს ამუშავებს ამ ინფორმაციას, ხოლო ამ ჩვენს სხვა პერიფერიალურ მოწყობილობებსაც აქვთ მეხსიერების სივრცე, სადაც იწერება უკვე მათი კონფიგურაცია. ანუ მათი მეხსიერება ჩვენ კი არ ვიყენებთ პირიქით, თვითონ იყენებენ იმის მიხედვით თუ როგორ უნდა იმუშაონ მათ. აი კიდევ ერთ ესეთ ვარიანტს გაჩვენებთ. აი აქ ეს არის ჩვენი memory და bus არქიტექტურის განყოფილება ჩვენს მენუალში. მოდი ამას გავადიდებ. და ვნახოთ ესეთი რაღაცა. ანუ მაგალითად AHP1 bus-ზე აი აქ მოდი ჯერ ეს დეტალურად გავიაროთ. ესე იგი, ეს არის თვითონ რეგისტრები, ანუ იმ page-ზე გადავალთ, რომელზეც ეს რეგისტრები არიან. ეს არის რომელი ბასი გამოიყენება ამ თითოეულ რეგისტრთან დასაკავშირებლად, თვითონ პერიფერიალის სახელი და boundary address. Boundary address-ში იგულისხმება, ანუ საზღვარი თუ აი ეს პერიფერიალი რა მეხსიერების მისამართიდან რა მეხსიერების მისამართამდე არის გადანაწილებული. მე წინაზე ვთქვი, რომ მეხსიერების ერთი მისამართი მიუთითებს 1 ბაიტს. ესე იგი, მოდი paints დავიხმარ.
რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გვაქვს მაგალითად აი ეს მისამართი. ხსომა როგორ მიუთითოთ? კი, აქედან იყო. მაგალითად, ეს მეხსიერების ერთი მისამართი გვაქვს, რომელიც მიუთითებს მოდი ამას ქვემოთ დავხაზავ. მიუთითებს 8 ბიტ მეხსიერების რომელიღაც უჯრას. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ეს მისამართი არის GPIO, ანუ ეს არის საზღვარი, აი აქედან იწყება ჩვენი GPIO H-ის მისამართები და ამ საზღვრის ბოლო წერტილი, რაც არის, ეს არის ეს მისამართი. ამის იქით, აი მოდი ამას უკვე აქეთ დავიტან. ისე გავადიდებ. ეს არის ამ მეხსიერების საბოლოო მისამართი. ცოტა აქეთ გადმოვიტან და აი ამ დიაპაზონში არის ამ რეგისტრაციის კონფიგურაციის ველი. მოდი ამას კიდევ ესე გავაკეთებ. ეს 2 ბაიტი, ანუ ეს მე-3 ბაიტი და ესეც მე-4 ბაიტი. ესე იგი, ამ მოდი ისევ აქეთ გადავიდეთ. მეორე ბაიტის მისამართი იქნება 0x4002-1C01. ნუ აქ მოდი დიდი C, რადგანაც წერია, აი ესე დავწერ. აქეთაც იგივეს გავაკეთებ 0x4002-1C0, ამას დავაკოპირებ 2. და მე-3-ესაც აქეთ დავიტან, აქაც ეს არის 0.3. ანუ ნახეთ, როგორი ვარიანტი გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში. როგორც უკვე ვიცით, ჩვენი პროცესორი მუშაობს 32 ბიტის დამისამართების სისტემაზე და თითოეული რეგისტრისთვის გამოყოფილია 32 ბიტი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ რეგისტრს აქვს 4 ბაიტი ინფორმაციის დამუშავების საშუალება. აქ მე რასაც ჩავწერ 1-0. მოდი ამას სხვაფრად გავაკეთებ. 1-1-0-0-1 თუ როგორც ჩავწერ, მოკლედ აი აქ ყველა ბაიტზე რო ინფორმაციები ჩავწერო, ჩემი ეს რეგისტრი იმუშავებს ისე, როგორც ამ ერთიანების და ნოლიანების ფუნქციონალი შეესაბამება წესს. ამ ყველაფერში იგულისხმება ესეთი რაღაცა. ჩვენ ვიცით, რომ GPIO რეგისტრი მაგალითად გვეხმარება იმაში, რომ პინზე ავირჩიოთ რეჟიმი, ავირჩიოთ ინფორმაცია მივიღოთ თუ გავიტანოთ, სიჩქარე შევარჩიოთ და ასე შემდეგ. ახლა აი ეს ყველაფერი რატომაც ჩამოვწერე, ეს მისამართები გავხსნი ისევ manual reference. ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი ერთი რეგისტრის სამართავად ამ პროცესორში გვჭირდება აი ეს ამ მისამართების დიაპაზონი. ამას გავხსნი, გადავალ რეგისტრებზე, GPIO რეგისტრებზე და თუ დააკვირდებით, მისი მისამართი არის 0-0. ანუ 4002-1C00-დან რომ დავიწყო 0-0 მისამართზე, ანუ 0-0-ად პირველივე მისამართი იგულისხმება. 0-0-დან რომ დავიწყო, იგულისხმება აი ეს 4 ბაიტი, ანუ 32 ბიტი და აქ რა ერთიანებსაც და ნოლიანებს ჩავწერ. შეიძლება მისი პინების მოუდი. აი, სულ გვაქვს 15, ხო? ნუ 15-მდე, 0-დან 15-მდე, ნუ სულ გვაქვს 16. შეგვიძლია გავხადოთ input-ი, შეგვიძლია გავხადოთ output-ი, შეგვიძლია გავხადოთ alternate function mode-ი მივაბად. ანუ ეს alternate function-ები არის ხოლმე უკვე
თუ გვინდა რომ როგორც SPI გამოვიყენოთ, მაშინ alternate ფუნქცია უნდა გავააქტიუროთ ხოლმე თუ UART ან I2C გვინდა ხოლმე, ეს ამ ფუნქციის გააქტიურება გვჭირდება, ხო? ანუ არც input-ია, არც output-ია, უბრალოდ დამატებით კიდევ სხვა ფუნქციით იმუშავებს ეს. ამის შემდეგი რეგისტრი რომ ვნახოთ, არის მისი მისამართი 0x04-დან. აი აქ რო დავწერე მე ეს ყველაფერი. აქ რაიმე ხო არ გამომრჩა, აქ 03 უნდა დამეწერა. მოდი ამას ხელახლა გავაკეთებ. მოდი ამას საერთოდ წავშლი და ხელახლა დავწერ, ესე იგი ამის შემდეგი მისამართი იქნებოდა 0x 1C03. ესე იგი ეს არის ერთი რეგისტრის ველი და ამ მისამართზე 4002 1C0-დან იმართება GPIO H რეგისტრი. ხოლო შემდეგი იქნება უკვე 0x 4002 1C04. აი მოდი გავაკეთოთ ახლა ესეთი ანალიზი. აი ზუსტად აქაც ესეთი რაღაც წერია. 0x4 უკვე აგებს პასუხს ეს მისამართი, ანუ აი აქ არის ეს რეგისტრი გადმოტანილი 0 1 2 3 4 5 6 და 7, ანუ 0-დან 8-მდე 1 ბაიტი. ეს არის 8 ბაიტი, რომლის მისამართი არის აქ ფენჩი რაც გავაკეთე 0x 4002 1C04. ხოლო შემდეგი 8 ბიტის მისამართი იქნება ამ მისამართს დამატებული კიდევ ერთი მისამართი. ანუ მოდი ამას ცოტა აქეთ დავწერ. 0x 4002 1C05. მოდი ცოტა ქვემოთ ჩამოვიტანოთ. თუ ამ მისამართზე, ანუ თითოეულ მისამართზე მე შემიძლია ჩავწერო ერთიანები და ნოლიანები მაქსიმუმ 8 ცალი. ერთიანების და ნოლიანების კონფიგურაცია. შესაბამისად, აქ მე რა ერთიანების და ნოლიანების კონფიგურაციასაც ჩავწერ, ისე იმუშავებს. აი აქ ისევ შემდეგ, აი თუნდაც აქეთ რო speed register-ზე ხო 0x8-დან იწყება, ხო? იმიტომ რომ ისევ აქ 4 ბაიტი გვექნება, ანუ ესეთი ამ რეგისტრისთვის ისევე 32 ბიტი იქნება, ამისი მისამართი იქნება უკვე ბოლო რიცხვებს დავწერ 06 და 07. ხოლო ახალ მისამართზე რო გადავიდეთ, ეს უკვე 08 გადმოდის უკვე speed register-ზე. speed register-იც ნახეთ როგორ წერია, თუ კი მე მაგალითად 0.8-დან იწყება, ხო? თუ კი მე მინდა რომ high speed-ზე იმუშაოს, მაგალითად მე-5 პინმა, ესე იგი მე უნდა ჩავწერო შესაბამის მისამართზე ერთიანები 2 ადგილზე, ანუ ნახეთ მე-10 და მე-11 ბიტზე. მოდი ამასაც ხელახლა გავაკეთებ. ესე იგი ახალ მისამართზე, მოდი ამას ისევ მოვნიშნავ. აი აქეთ ჩამოვიტან ამ ყველაფერს. ახალ მისამართზე მაქვს რიცხვები 0x 4002 1C08. აქეთაც 09 და აქეთაც უკვე 10. და შემდეგი იქნება უკვე 11. და ამის შემდეგი რეგისტრი ლოგიკურად იქნება უკვე აი რა ვნახოთ 0x4002 1C12-დან. აი აქეთ რო გადმოვიდეთ, 12 არა 0-ზე ჰექსებში ნიშნავს 12-ს. ანუ ეს ჰექსებით რო იზრდებოდა დამავიწყდა, ამიტომ შემდეგი მისამართი უკვე 0-ი არის.
აქვე შეგვიძლია ვნახოთ რა გულისხმობ ამაში 12 იგივეა რაც c. ნუ 0-იანი წინ არაფერს არ ნიშნავს ზოგადად მათ 0-9 იგივეა რაც 9, ხო? 0-ც იგივეა რაც 0-ც იგივეა რაც c. ხო, მოდი ეს არ გვინდა. ესე იგი დავბრუნდეთ აქეთ. მე ჩემი მიზანი იყო მაგალითად რომ აი ამ მე-11 და მე-10 პინებზე უნდა გამეწერა მაგალითად ერთიანი და ერთიანები რომ high speed-ით ემუშავა ამათ. ანუ მე შემიძლია კოდში რეალურად დავწერო რომ აი ამ მისამართს, ანუ 0x ნახეთ, მოდი გადავითვალოთ ახლა ეს ყველაფერი და ვნახოთ ჯერ მე-10 და მე-11 ბიტები რა პოზიციაში მუშაობენ. 0-დან 7-მდე, აქედან არის 8, 9 და აი ეს ორი ბიტი არის უკვე პასუხისმგებელი. მოდი ამას წითლად მოვნიშნავ. ესე იგი 8, 9, აი ეს ორი ბიტი იქნება მე-5 პინის სიჩქარეზე პასუხისმგებელი. ჩვენ რო აქ ჩავწეროთ ერთიანები 1 და 1, ეს ნიშნავს რომ მე-5 პინზე სიჩქარე გავწერეთ. ხო. აქ ამას შეგახსენებთ უბრალოდ სიჩქარე იმ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ თუ კი აუთპუტზე გვაქვს ხოლმე საუბარი. თუ ინფუტი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ სხვა თუ გვიგზავნის, რაც სიჩქარეც გამოგვიგზავნის, მასზეა მისი სიჩქარე დამოკიდებული. ანუ ეს სპიდი იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც ჩვენ გამოგვაქვს სიგნალი პინზე. ანუ ამ mode-ში აუთპუტი უნდა გვეწეროს, ხო? აი აქ მე-5-ზე სადღაც აუთპუტი იყო 0.1. მოკლედ, ხო, ეს თუ აგრიათ ამან, შეგიძლიათ დატოვოთ ესე იგნორში, ან გადაახვიეთ, დააპაუზეთ, ხელახლა ნახეთ თუ რასაც გულისხმობ ამ ყველაფერში. ესე იგი, მე ეს კოდის საშუალებით შემიძლია ჩავწერო ესე რომ 0x 4002 1c 09 ამაში ეს ჩაიწეროს, ანუ უდრიდეს 0b11 0b11 ეს 11 არის რიცხვი 3-ის ტოლი. ანუ მე თუ აქ ჩავწერ 1-1-ს, იგივეა რაც 3, ანუ შემიძლია 0b11 ჩავწერო, ანუ უბრალოდ 3-იანი ჩავწერო, ან 0x3 ჩავწერო, 0x3-იც იგივეა რაც 10 ბიტში 3 და 2 ბიტში 1-1. მაგრამ როგორც წესი ბიტებს რადგან ავწერთ ხოლმე, ვიყენებთ ბინარულ ჩანაწერის ფორმას. ეს გადავიდეს ამ მისამართიდან ნახეთ, აქედან უნდა გადმოვიდეს 1 და 2-ით რომ დაიწყოს აქედან ჩაწერა. ან მე შემეძლო დამეწერა ესეთი რაღაცა ამ მისამართზე, ოღონდ 0.8-ზე ეს გადაიწეროს აქ უკვე მე-10 იქნებოდა, ხო? ანუ აქეთ 8 ბიტი მაქვს, ხოლო აქეთ მე-9, მე-10 და ვეუბნები რომ 0b11, 0b11, ანუ ერთიანი და ერთიანი ჩაიწეროს მე-10 ბიტზე. ანუ ასეც იქნება. ჩვენ როგორც წესი ვიქცევით ხოლმე ასე, რადგანაც რეგისტრის ბიტები დაყოფილი ესე ცალ-ცალკე არ არის. ნახეთ, თვითონ პირდაპირ გვეუბნეო 0.8-დან იწყება, 32 ბიტი შეგვიძლია ჩავწეროთ, ვიცით, უნდა ვიცოდეთ ეს და ჩვენ ამ მისამართზე შეგვიძლია აი ესეთი რაღაცა მაქსიმუმ, ხო? ანუ თუნდაც აი ამ მისამართზე 0.8-ზე ისევ რომ დავწეროთ, უდრის ერთიანი გადავიდეს 31-ზე. 32-ში რო გადავიდეს, ან 40-ში რო გადავიდეს, ეს აღმოჩნდება უკვე ახალი რეგისტრის პირველ ბიტში. ანუ უკვე იქნება ერთიანი რო გადავიდეს აქეთ, გადავა უკვე აი ნახოთ ახალი რეგისტრი, რომელი უწევს, ხო, აი აქეთ 0c რეგისტრზე გადმოვა და პირველ 8-ში, ხო, 40 არის აქედან, ხო, 32, 33, 34, 35, 37, 38, 39 და 40. აი აქ ჩაიწერება ერთიანი. ანუ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ჩავწერთ
აი აქ ერთიან. თავარი არის რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ მაგალითად თუ კი მინდა რომ მაღალი სიჩქარე ამ პინებზე გავუშვათ, როგორმე უნდა ჩავწეროთ აი ამ მისამართზე ერთიანები და ნოლიანები. ამ მისამართზე კი როგორც გითხარით, შემიძლია ნებისმიერი სხვა მისამართიდან ავიღო და იქიდან გადავიტანო ერთიანები. თავარი არის რომ ვიცოდე რამდენით უნდა გადავიტანო. უფრო კარგი და გასაგები არის ხოლმე, როდესაც მე ვიცი, აი აქ manual reference-ში, ზუსტად აი ეს რეგისტრი, ანუ ზუსტად ამოვიღებ ხოლმე, მაგიტო ვწერდი კოდშიც, რომ აი ზუსტად ამ რეგისტრის მისამართს ამოვიღებ, ანუ სტანდარტულად ჯერ ვიღებთ აი ამ მისამართს, ხო? ანუ ეს არის GPIO-H-ის მისამართი, ანუ თავარი მისამართი არის ეს. ამ მისამართის რომელი რეგისტრი მინდა, ხო? აქეთ გავხსნი, მაგალითად მინდა output data registris პირველივე ბიტში ჩავწერო ერთიანი. პირველივე ბიტი, ანუ ეს რეგისტრი ამ მისამართის კიდევ დამატებული 1-4, ანუ 0x14. ანუ ნახეთ, როგორ რაღაცას წერთ ხოლმე 0x4002 1c00 plus 0x14 0x14 აი ეს მისამართი უკვე ნიშნავს რომ მე ამ მომენტისთვის აი ვიმყოფები აი აქ შესაბამისად თუ მე დავწერ ესეთ რაღაცას რომ ეს უდრის ერთიანი გადავიტანოთ 0 ანუ პირველივე ბიტში ინდექსად 0 აქ ჩაიწერება ერთიანი ანუ ეს არის მთელი რეგისტრების კონფიგურაციის სისტემა თუ როგორ უნდა მიუდგეთ და როგორ უნდა ჩავწეროთ ჩვენ ამ რეგისტრებში ეს ინფორმაცია ახლა დავბრუნდები ისევ მემორიის არქიტექტურაში და ვნახავ თუ აქ რა პერიფერიალური მოწყობილობები მაქვს. ანუ წინაზე ჩვენ განვიხილეთ H-ის მისამართი, ზუსტად იგივენაირად ხდება GPIO-ს რეგისტრებზე, უბრალოდ თუ ამ მისამართ თუ კი GPIO-ს რეგისტრაცია კონფიგურაცია მინდოდა, მაშინ მე უნდა გავაკეთო ესეთი რაღაცა, ხო? აი ამის მაგივრად 0x-ის მაგივრად აქ უნდა დამეწერა აი ეს რიცხვი, ხო? ამ რიცხვი, ანუ ეს ამ მისამართიდან თუ გავაკეთებდი, დავაკონფიგურებდი GPIO-C peripherals რეგისტრს, ხოლო თუ მე დავწერე ამ მისამართიდან, ესე იგი H-ი დამიკონფიგურირებია. მოკლედ, ეს არის რეგისტრების კონფიგურაციის შესახებ ინფორმაცია. ეს არ აგვერიოს, ну ახლა ეს რადგანაც არ გამოვიყენეთ, ეს არ აგვერიოს ამაში. თავარია რომ მივხვდეთ თუ როგორ შეგვიძლია ავირჩიოთ რეჟიმები სხვადასხვა პერიფერიალების მუშაობის. პერიფერიალებს აქვთ, ესე იგი საწყისი მისამართი და სადაც მთავრდება მათი მისამართები. როგორც წესი, თითოეული პერიფერიალის რეგისტრი, აი მაგალითად რეგისტრები რო ჩამოვთვალოთ და სულ ბოლო რეგისტრზე გადავიდეთ, მისი ბოლო მისამართი არის 0x24. ანუ აქეთ ისევ რო წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა. ჩვენი GPIO-H-ის მისამართი იყო 0x4002 1c00. აქედან ამას რო დავუმატოთ 0x აქეთ 24. 24 ათობით ჩანაწერი არ არის, არ შეგეშალოთ. ეს არის 24 რომ ვნახოთ. 24 ჰექსებში უნდა ვნახოთ უფრო სწორად. 24 რომ ვნახოთ, ეს არის ათობით ჩანაწერში 36. ანუ ამდენი მისამართის შემდეგ ეს რიცხვი ხო ტოლი არის 0x4002 1c24. ჩვენ ვიცით რომ გამოყოფილი არის აი რეგისტრებისთვის, აი GPIO-H რეგისტრისთვის გამოყოფილი არის აი აქ ვნახოთ რამდენი, ну აქაც კი მიწერია, მაგრამ მაინც ხელახლა ჩავიხედოთ. აი ამ ხელა მეხსიერების ადგილი არის გამოყოფილი 1FF-მდე.
ხო? აი, ანუ ჩვენ რეალურად დიაპაზონი გქონდა. აი აქამდე. ანუ 0, ანუ აი აქ ამ მისამართის 4002 1C24-დან 1FFF აქამდე დაკავებული, ანუ არაფერში არ გამოიყენება საერთოდ ეს მისამართები. მქონია ხოლმე მცდელობა, რომ რაღაც მეხსიერების უბრალოდ შენახვისთვის, ჩაწერისთვის რომ გამოვიყენო, თუმცა ეს არ არის რეკომენდირებული და შეიძლება არიოს მოკლედ მუშაობის პრინციპი, რადგანაც თვითონ პროცესორის არქიტექტორი და მწარმოებლები შეიძლება ამ მეხსიერებას რაღაც სხვადასხვა ამოცანებისთვის იკავებენ. შესაბამისად, მოკლედ უნდა შეგვიქმნას წარმოდგენა, რომ აქ რა მისამართიდან იწყება და რა მისამართში მთავრდება, ბოლო მისამართები ძირითადად ყველა რეგისტრს აქვს თავისუფალი, ანუ ნებისმიერი პერიფერიალის რეგისტრი რო განვიხილოთ, real time clock-ი იქნება თუ რა იქნება, აი ნახოთ ყველაზე ბოლოში რა რეგისტრი არის, ხო, რა მისამართი არის, ხო? აქ საერთოდ 0-ზე არის, მისი რეგისტრები რო ვნახოთ, აი ნებისმიერი სხვა პერიფერიალის, ხო, აი real time clock-ი იყოს თუნდაც. აი ესეც 9C, ანუ FFF აქამდე არც ერთი არავა. ანუ საკმაოდ დიდი ადგილი რჩება თავისუფალი STM32-ში. ნუ ძირითადად მარტო ეს STM32-ში არ ხდება, ძირითადად ესე არის ხოლმე. უბრალოდ სამომავლო განვითარებისთვის და აპდეიტისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ხოლმე ჩვენ ეს მიდგომები. მოკლედ, მე ახლა ამ ვიდეოს შევწყვეთ. ეს მინდა რომ გაიაზროთ, თქვენ თვითონაც ნახოთ, უბრალოდ შედით manual reference-ში, აირჩიეთ მაგალითად memory და basis architecture, ჩვენ რასაც გავივლით ამ ვიდეოებში იქნება GPIO-ს კონფიგურაცია და ჩვენს პროცესორს გამოტანილი აქვს პინებზე მხოლოდ A, B და C, ხოლო D, E და H არ არის გამოყენებული. გამოვიყენებთ I2C-ს, გამოვიყენებთ UART-ს, გამოვიყენებთ SPI-ს, ADC-ს და ნახოთ დამატებით, ანუ ეს არის ყველაზე ხშირად რასაც ითხოვენ ხოლმე კომუნიკაციის პროტოკოლები და GPIO. ასევე გვაქვს EXT წვეტისთვის, რომელსაც განვიხილავთ და ეს მინდა რომ გადახედოთ უბრალოდ. თუ კი რეჟიმებზე გაარკვევთ, ანუ მარტო ჩემი ვიდეოებიდან ყურება მოგცემთ რაღაც თეორიულ ცოდნას და მალევე დაგავიწყდებათ ეს ყველაფერი თუ თქვენ თვითონ არ ჩაიხედეთ და გაარკვიეთ ხოლმე რაღაც დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ ის რაცაც არკვევთ, შეიძლება შემდეგ ვიდეოში მე გითხრათ. მანამდე უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ესე იგი, ისევ ამ ფოტოზე რო დავუბრუნდე, ჩვენს მოწყობილობის პერიფერიალებს აქვს რაღაცა მისამართები. უნდა ვიცოდეთ ახლა რაც დაგვრჩა თითოეული როგორ მუშაობს. აი GPIO-ს რეგისტრებზე რო გადავიდეთ, საერთოდ GPIO-ზე, ანუ როგორ მუშაობს და რას წარმოადგენს, რა შეუძლია, უნდა ვიცოდეთ და იმის მიხედვით ის თუ რაც შეუძლია, მისი შესაძლებლობების რა გვჭირდება, ანუ მიღებაც შეუძლია ინფორმაციის გაგზავნაც, მოდი ამ ორზე კონცენტრირდეთ ჯერ. და თუ კი მიღება მინდა რაღაც ინფორმაციის, სად უნდა ჩავწერო ერთიანები და ნოლიანები, რა მისამართზე, რომ ჩემი მოწყობილობა გახდეს ინფორმაციის მიმღები. ან თუ გაგზავნა მინდა რა მოწყობილობაზე უნდა ჩავწერო ერთიანები და ნოლიანები, რომ გახდეს ინფორმაციის გამგზავნები. აქ გავაჩერებ ამ ვიდეოს, შემდეგ ვიდეოზე მინდა რომ უკვე ეს არქიტექტურის ბასის ვარიანტი განვიხილავ თუ როგორ ხდება ახლა რეალურად ჩვენ როდესაც ერთიანების და ნოლიანების ჩაწერა გვინდა მისამართზეს, რა გზას გადის ახლა ესენი. გავიგეთ რომ პროცესორი ფლეშიდან, კოდიდან იღებს ინფორმაციას, ოპერატორთან ოპერატიულ მეხსიერებას შეიძლება გამოიყენოს, შეიძლება არ გამოიყენოს, გააჩნიათ თუ ვიყენებთ ამას ჩვენ კოდში. და შემდეგ მაგალითად რომელი რეგისტრიც დავაკონფიგურირებთ, ის რომელი უნდა გავააქტიუროთ, რა თქმა უნდა, ამ ხაზზე და ის იწყებს უკვე პროცესორი დამუშავებას იმ დაკონფიგურირებული რეგისტრის. მოკლედ, სულ ეს არის დღევანდელი და ამას გავაგრძელებ ამ ვიდეოს, აღარ მინდა უბრალოდ დიდი რო გამოვიდეს, რომ კიდევ გავიაროთ საბოლოოდ ეს არქიტექტურის ინფორმაციის მიმოცვლის მეთოდები პერიფერიალებს შორის.
შემდეგ ვიდეომდე.